მოკვდინებული ვარ ხალხო სიცხისგან. დავამთავრე ესენი როგორც გითხარ, პროფესორ რასილამაძე შიგნიდან წავისვი ტოპი. იმიტომ რომ ხო ისვრება ძალიან რამდენიმე მასტერთან ნახე. რუსულენოვანთან, რუსულენოვანები ხავშე ზღაპროა დაკეთავენ რუსები, უკრაინელები, ფრჩხილების მასტერები არიან. ხანა ისა, მაგათ უყურებ ხოლმე რა, რაღაცა რა მაინტერესებს და ანუ ბევრი უსვავს შეგნინას ტოპს, რომ არ ჩერდებაო რა ჭუჭყი და რაღაცა, ანუ იქ ამოქლებილი თუ არ შეიძლება ჩაჯდეს რა რაღაცა და მე ვიხეხავდი ხოლმე და ეს დალოცვილია. ნახოთ აბა გაცილებით ხელია და როგორ ვატარებ. ორი დღე კომენტარების დაკითხვა მინდა არ წამიგიხავს და მოდი ახლა წამიგითხოთ. ციცი, რა კარგად ატარებ ნისასწავლი გოგო ხარ ჩემო საოცარო გიხდება მანქანა ძალიან მადლობა ჩემო საყვარელო ძალიან მიყვარხარ. მელანო ქარვასლის ზუსტად უკან პარკირებაა ქარვასლაში მიმსვლელთათვის. მე ძალიან კარგად ვაჩვენე ხოლმე. ანუ ზემოთ ვნახვიდე? ანუ ქვემოთ შესასვლელი ხო აქვს თავისი, მაგრამ მანდ არასდროს ადგილი არ არის. იქ ამძლევს დააყენა იმ დღეს და ანუ წინაც ვიცი და უკან არ გამიგონია. ანუ ესე ვნახვიდე? არ ვიცი. დამიწერებო. ნინიკო ვახჩები ნინი მარტო მანქანაში. აბა რა შენ ჩემი ნინი ხარ. აიე, საყვარელი კაცებასო. მარიამ, ნინი ლამაზო სუპერ გოგო ხარ მარტო მანქანა კარგია. გამოვიდა, კარგია მარტო იარო ძალიან კარგია. კი, ძირბასა კარგია ნამდვილად ასმათი. ნინი კარგი ლოგიო, გაიხარ, მადლობა საყვარელო. ლელო ნინი მიყვარხარ ბედნიერი დღეს საყვარელო. მადლობა ძვირფასო შენც ასევე. ყველას ბედნიერ დღეს გისურვებთ. ქეთი. ძალიან მიყვარს თქვენი მოსმენა. ძალიან მიყვარხართ დიდ მოტივაციას მადლობთ თქვენი საუბრით. ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო და შენობით მომართე. ირმა მაგალითი ხარ იდეალურობის ყოველ მხრივ წარმატების საყვარელი. ვაიმე საყვარელი ხარ ჩემო კარგო. ძალიან ბევრი მაკლია მაგამne, მაგრამ უღრმესი მადლობა რომ გიყვარვარ ეგრე, იმიტომ ხედავ. ეგ არის ყველაზე ძვირფასი რამ, როცა ადამიანი გიყვარს. კარგად ხედავ. ძვირფასი თვალით. ცეალა, ნინი როგორი ყოჩაღი ხარ და იმაზე ძლიერი ვიწე წარმოგიდგენ. კი, ანუ ბევრად ძლიერი არ ვიწე საერთოდ. იმდენს ვავლენ, აი მარტო. მაგრამ ეს დასაწყისია. ხართ მართალი ხარ ნინი, ფასადურად და ხელოვნურად ქალიშვილები, რომლებიც კუთხე ნახმარები არიან და ვითომ პატიოსნების როლს თამაშობენ შინაგანად და ბინძურებულები არიან. ამას ყველა ხედავთ, ეს არის მალება, რაც არ უნდა ეცადონ. ხო, ანუ ძალიან ბევრი ვიცი მე ბავშვობიდან პატარა ასაკიდან ვიცი ბევრი ეგეთი რა და ამიტომ მე მაშინვე პატარა ასაკიდანვე მქონდა ხოლმე პროტესტი აი ამ აზრებისადმი, რასაც გვაწვდიან და უბრალოდ თავში გვიდებენ ისე რომ აპელაციის გარეშე ავთქვათ რომ ეს ესეა და მორჩა ხო არ არის მასე და მორჩა არა ანუ კაპის სივრცე არაფერს არ განსხვავებს არც შორტის ლელა ნინი ძლიერი მებრძოლი ადამიანი ხარ, ამიტომ დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწევ, რაც გულით გსურს. წარმატებები ცხოვრების გზაზე. დიდი მადლობა ჩემო საყვარელო რწმენისთვის. ჩემი რო გიჭირა ძალიან დიდი მადლობა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. უზომოდ ძვირფასია. თავარია რომ ჯანმრთელები ვიყოთ. თავარია ცოცხლები ვიყოთ და მე მჯერა რომ შეუძლებელი არაფერი არ არის.
და მაგრად თავარი რა კარგად ვიყავთ ძვირფასებო. ეგ აყვავი თავარი და ყველაფერი იქნება. სულ მაგას ვამბობ ხოლმე მე. ეთერი. ნინი ჩემო აქ რო გოგო ცხოვრებაში ძალიან კარგია თუ ბრევი ვალდებულებები საკუთარ თავზე აღება არ გვიწევს. მაგრამ მარტო ვიბადებით ამ სამყაროში და უპირველეს შემთხვევაში მარტო გვიწევს ბრძოლა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. მაგრამ ვფიქრობ იმაზე მეტით რით უნდა დაგაჯილდოოს უფალმა რომ შეცვლიდნენ შეძლო ყველაფერი და არავის იყო დამოკიდებული. როგორც შენაირი უძლიერესი გოგოს შემთხვევაში, ასე რომ პირიქითაც დიდებულია და დასაფასებელი, რომ შენ ყველაფერი შეგიძლია. ენდე შენს გულს ჩემო ლამაზო სულის ძლიერო, ჩემო ლამაზო სულის ძლიერო ნინი. რა ძირფაცი ხარ. ჩემი შვილების ტოლი ხარ და სწორედ ამიტომ ვაძლევ ჩემ თავისუფლებას, რომ ასე გამოვხატო შენდაბის სიყვარული და უდიდესი პატივისცემა. შვილით მიყვარ ხარ და ამას წყალი არ გაეპარება. ღმერთო, ეს უნდა ავპინა. კინაღამ წავშალე კომენტარი. კინაღამ კომენტარი წავშალე ზემოთ აპინვის ნაცვლად სასწაულებრივი კომენტარი. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო მით უმეტეს თუ ჩემ ხელაშვილები ყავს და როგორც შვილს ისე მეურნები ჩემთვის კიდევ უფრო ძალიან ძვირფასია და ძალიან დიდი მადლობა ჩემდამი გამოხატული სითბოსი და სიყვარულისა და იმის დანახვისა თუ მე ვინ ვარ და როგორი ვარ. ეს ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი, ეს ჩემთვის არის უბრალოდ შეუფასებელი. ანუ ერთ-ერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს ამას, ეს ჩემთვის რა არის. იმიტომ რომ მე ვიცი რომ შეიძლება უახლოეს ადამიანმა ვერ დაგინახოს და უახლოეს ადამიანმა გულისხმობს სისხლით. უახლოეს მაგრამ დაგინახონ სხვა ადამიანებმა, დაინახონ შენი სული, შენი გული და შეუყვარდეთ შენი ის ვინც ხარ და ეს არის ძვირფასესი. ეს შეუფასებელი. ძალიან დიდი მადლობა. ეგ მართლა ის არის, იცი რა არის, არც მინდა რომ ვალდებულებები არ მქონდეს. მე მგონი მე ისეთი ადამიანი ვარ, ზუსტად ვისაც ბევრი ვალდებულებები უნდა მქონდეს. მოვკვდები, იმიტომ რომ ერთფუნქციური არ ვარ, მრავალფუნქციური ადამიანი ვარ და მოწყენილობა და ეგეთ რაღაცა მაინც მოვწევ ისეთ ბევრ რაღაცას, რაშიც ბევრი ვალდებულება მექნება ყოველთვის, იმიტომ რომ ძალიან მრავალფუნქციური ადამიანი ვარ და მჭირდება მე თვითონ, ჩემი თავი გამომდინარე. როცა რა არ მიყვარს ხოლმე იცი? რაცა სხვა არ აკეთებს თავის გასაკეთებელს. რაღაცა გუნდში, რომელსაც შეიძლება ერქვას ოჯახი, თანამშრომლები ან ნებისმიერ რაღაცა არ მიყვარს, როცა ვიღაცები არ აკეთებენ იმასაც უნდა გააკეთონ და თავისას სხვას გადასცემენ, თავის პასუხისგებლობას სხვას აკისრებენ. ეგ არ მიყვარს. თორემ წინააღმდეგი არ ვარ მაგის პირიქით. დიდებულია, რომ ამის უნარი გაქვს ადამიანს, რომ ბევრი ვალდებულება გქონდეს და ატარო პირნათლად. ძალიან დიდი მადლობა ღმერთს ამისთვის. მადლობა კომენტარისთვის, უძვირფასესი სიყვარულისთვის მადლობა. მე შენ მანქანა ეკონომიურია წვის მხრივ რა დაგიჩნდაო. არ არის ეკონომიური სხვათა შორის. იკა, ჩემი მანქანა რამდენს წავს? იკას უბრალოდ ასწავს ვიდერჩი. აკვარევა. ისე რამდენს წავს? კაცო, მეკითხებიან ასაზე. ჰა? 6-7 ხო. რატომ რამდენი ზღაპრე? ნე. გავსნათ? ვინ არის? ნახე ეს ხელის გავიკეთე. ლამაზია? ლამაზია მე.
შეძაგისვა მანიკურს გინდა? ჩვეულებრივ მანიკურს ძაგის. Nude. Nude ფერს. ესეთ ფერს, აი? მინდა. მე მიყვანი. მოკოცე რა გთხოვ. დადა, შედადეკა აპაპა. აპაპა უნატვაესად. აპაპას მანიკური უნდა? აპაპა შერადგინა მანიკური, შენ ხო ძაღლი ხარ? უნდა. ორი და ორი დამიჯდა. თუ რამდენად ვიყიდე? აღარ მახსოვს, ვიკა რა მოვაკითხა. აქ ხო მეწერა. 2 და 2. თუ 2 და 3, თუ 2 და 2, დამიკლო იმან. მოიცა რა მოვაკითხოთ. მერტო ეგეთი რაღაცები ხალხო. უკვე აღარ მახსოვს, ახლა არ ვიყიდე. საყვარელი სუპერ კოკო ხარ, ანი მადლობა ძირფასო. ნანა, ნუ უსმენ ყველა სიარე ტაძარში იყავი, მაზიარებელი იყავი, ღმერთის ცნებების დამცველი იყავი, მართალი ღმერთთან და საკუთარ ადამიანობასთან. სულიერადაც კარგად იქნები და აღარც კი მიაქცევ ყურადღებას ვინმეს ნათქვამს. ცუდის თქმელი და წალახის მსროლელი ადამიანები სულ არიან. ავიწყებათ, რომ გარდავიცვლებით ყველას ჩვენი ცოდვა დაგხვდება სხვებზე ფიქრის დროც კი არ იქნება. საჭირო იცხოვრე ბედნიერად. არა, არავის არ ვაქცევ მე ყურადღებას და არც არავის არ უსმენ, უბრალოდ რადგან ბლოგერი ვარ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრნაირი ადამიანია და ძალიან ბევრი აკომენტარებს და რაღაცა. და ანუ ვთვლი ხოლმე, რომ პასუხი უნდა გავცე შესაბამისი, ვისაც რა ეკუთვნის და ჩემს არხზე ისეთი გარემო შევქმნა, როგორც მე მინდა, რომ რაღაცა მე აქ ნაგდის ადგილი არ მაქვს და არ მინდა, რომ რაღაცა თავისი რაღაცა ნეგატივი და შხამი აქ ჩანთხრიოს და არა ვიდეოს რო ვდებ და ჩემს სახლის კარს ოხსნი და გულის კარს ოხსნი, არავის არ აქვს უფლება რომ მოვიდეს და სულში ჩამაფურთხოს, არა. რადგანაც ესე გონია ზოგს, რომ თუ შენ მე კარი გამიღერა შენ სახში შემიშვი, ხალიჩაზე და შენთან შემიძლია მოვისახმო კიდეც, მაგრამ ეგრე არ არის. ეგრე ნამდვილად არ არის. და ღმერთთან პირველ რიგში ღმერთთან და საკუთარ თავთან ყოველთვის ვარ მართალი. და ანუ ყოველთვის, ყოველ დღე მაქვს მასთან კონტაქტი, კავშირი, გრძნობ. და მიყვარს. ლელა ჩაცმით ქონებით, ყალბი ურთიერთობებით, გრძელი კაბით არ გამოიხატება ჩემთვის ადამიანი. კარგ ადამიანად არ განისაზღვრება ბუნები, საქციელით, სიყვარულით, ერთგულებით. რა მნიშვნელობა აქვს ჩაცმის სტილს მით უმეტეს ახლანდელ ცხოვრებაში. მიგვირს ვიღაცები ჩაცმენ, რომ კი კომენტარებენ, ვისი რა საქმე ვირას ჩაიცნოს ხალხო. მიგვირს ასეთი აზროვნების ადამიანების. ხო, აი ანუ თვითონ არ აქვს შესაბამისი როგორ გითხრა ან ვიღაცის სტერიოტიპია რომელიც თავში ჩაუდეს რომ გონია რომ აპრიორი ესეა რომ თუ მოკლე შორტი კაცია ან ტრუსი ეს სირცხვილია ანუ მე ვარ სახში ვარ თქვენთან რო ვარ მე სახში ვარ და როგორც ვიქცევი ეგრე ვიქცევი არის რაღაცეები რასაც სახში რო ვარ, მაშინაც კარს ხურავ, მაგრამ რაშიც მე ვთვლი რომ არ არის საჭირო. ესე იგი არ არის საჭირო და მე თვითონ სასრული ადამიანი გადავწყვეტ იმას რა არის საჭირო და რა არ არის საჭირო. და всё. ირმა, შენ გენაცვალე ევირა სიყვარული გოგო ხარ ულამაზესი პრინცესაო. მელანო ნინი როგორ მინდა ახლოდან გაგიცნო. ირმა, ჩემო ლამაზო უდიდეს ბედნიერებას გისურვებ. უმთავრესია სული ქონდეს სიკეთით შემოსილი და ხორცი ისეც დაფარული გვაქვს. ხან მოკლე კაბით, შორტით, ხანაც გრძელი კაბითა და შარფით. გრძელი კაბები არ მიყვარს. არ მიყვარს, რატო არ მიყვარს? ესე იგი, რამდენჯერ გრძელი კაბა ჩავიცი? იმდენი სახში. მითხეს რომ No.
ხოდა ისაც ანუ მე ჩემ თავად არ ვგრძნობ ხოლმე გრძელ კაბაში. და საერთოდ ანუ ჩაცმამ შეიძლება გამომხატოს მე მაგალითად მე რომ მიყვარ შავი ფერი, ამან შეიძლება გამომხატოს მე. ხაცა სტილმა შეიძლება გამომხატოს მე, მაგრამ თქვენთან ურთიერთობის ფორმა ეს არის ჩემი სიყვარული, ეს არის ჩემი გახსნილობა. და არაფერი არ არის დღეს 21 საუკუნეში საცხოვრაო კოსტიუმიდან რუსიკით და ლიფშით და მე თანახვა. სამარცხვინო არ არის, ჩვენი სხეული სირცხვილი არ არის. ჩვენი სხეული ღვთისაჩუქარი. აი ეს ნატომ რამის დამატება საჭირო არ არის. ისე სიღრმისეულად ისაუბრე ჩემი თვალები სიშიშვლეში ხედავს სილამაზეს, თვეების წინ დაწერეს შვილების თვალწინ როგორ დადიხარო შენ ესე უკვე სვენინი, რომელიც არასდროს დამავიწყდება, ისე სულში ჩამწდება. ჩემი შვილები მე დედას სექსუალური თვალებით არ შემომხედავენ, მიყვარს შენი სულის სიღრმე, ხო? ძალიან მიყვარ ხარ ნატო. აი ესეთი ძირფასი რო ხარ და ესეთ ძირფასად რო აღიქოვ და ღრმად გრძნობ ამ ყველაფერს, ხო? აი ეგ სულ მიკვირდა ხოლმე, რომ ეგეთ რაღაცას რო ამბობდნენ ხოლმე რა, ან აი სულ მიკვირს ხოლმე ბიჭები რო ამბობენ ხოლმე ჩემი დედას და ეგეთი რაღაცები, ანუ ისე არასოდეს არ მომწონებია კაცი, რომელიც მაგას ამბობს. და არ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ეგ თქვას კაცმა. ნამდვილმა კაცმა როგორ შეიძლება ეგ თქვას. ან როგორ შეიძლება ნამდვილმა კაცმა დედას სხვანაირ თვალით შეხედოს, ან დედამ როგორ შეიძლება შვილს შეხედოს სხვანაირ. ანუ ეს ისეთი სიწმინდეა. ანუ დედაშვილობაში ჩემთვის ღმერთია. აი მე რო ღმერთის წინაშე წავსდგე და ვიღაცამ მითხრას, ხა ჩაიცვიო სექსუალური კონტექსტი რო ახსენოს, ხო ეხება სასაცილო. ზუსტად ესეა დედაშვილს შორის ჩემთვის. მე სანამ სოციალურ ქსელში არ შემოვედი, ანუ არ ვიცოდი რომ ყველასთვის ესე არ იყო. და რაღაცთვის მე გავიგე რომ თუნდაც ყველასთვის ესე არ არის. და რომ სამწუხაროდ ეთყობა თვითონ უყურებენ თავის შვილებს და მათი შვილები მათ სხვანაირ თვალით და აქედან გამომდინარე აქვთ ადამიანებს ეს ანუ ჩემთვის ჩემი შვილი ყოველთვის ის იქნება ვინც იყო და მეც მათთვის ყოველთვის ვიქნები დედა რომელიც ყველაზე ძვირფასია. გამოკითხა იყო ერთი რუსულენოვანი ყაზახი ბიჭი იღებს ხოლმე TikTok-ზე რა და კითხვა იყო რომ 20 წელი ციხეში ჩაჯდებოდი შენ თუ 1 წელი ჩასვავდი დედას ციხეში. ანუ რომ ეს აირჩევდი რა. და აი 70-მა ან შეიძლება 90%-მა კაცებს ეკითხებოდნენ. 70-მა ან 90%-მა ხო 20 წელი მე და არა 1 წელი დედას. ხო და თან იყვნენ ახალგაზრდა ბიჭები, აი თოკო და ან პოტიას ხნის უმეტესად რა და მე რატო ეკითხებოდნენ? იმიტომ დედა წმინდაო. ანუ потому что мама это святое. ეს და ანუ მე არ ვიცი როგორ შეიძლება მამას კუდი მოაბა. ანუ ან დედაშვილის კოცნას, ან ჩაცმას, ან გახტას, ან კაბლას, ან გაბმოვლას, ანუ საერთოდ როგორ შეიძლება მაგაზე იფიქრო და ეგ აზრი მოვიდა. ანუ მე არ მესმის. არ ვიცი. და მე ხო გრძნობ ჩემი შვილებიდანაც. ანუ ისინი ზუსტად ისე გრძნობენ როგორც მე ვგრძნობ. შესაბამისად ახლაც მასე უპასუხებდი ეგ რო ეთქვათ, მაგრამ ეხლა ნახე რა მითხრეს, ანუ ეგ ხო იციან ეგ პასუხი. ეხლა ისე მოუარეს რომ შვილებს არ წხვენო რა. შენ შვილებს არ წხვენს ის, როცა შენ ხარ ქურდი. როცა შენ სხვას აზიანებ, როცა შენ სხვას აზარალ. ანუ ნახე მე შემიძლია მე რამე გავაკეთო. ჩემი თავისუფლება ეს, მაგრამ ჩემი თავისუფლება იქ თავდება, სადაც სხვისი იწყება. ანუ თუ მე სხვას ვაზიანებ, თუ მე მას არალს და ზიანს ვაყენებ, ჩემი კეთილდღეობისთვის. აი მაშინ ვარ მე სამარცხვინო. ჩემი თავისთვისაც, შვილებისთვის და ყველასთვისაც. აი მაშინ. და ძალიან ბევრი რამეა სამარცხვინო ამ ქვეყნად. და ჩაცმა ამთვიათ არ არის მათ შორის. და თუ ვინმე ამას ბინძური თვალით შეხედავს, უნდა დახუჭოს ეს თვალი და დაფიქრდეს რატო აქ ეს თვალები ბინძური. ხო იცით ის არის კეცარი თვალი.
და ვინც სილამაზეს ხედავს, იმას სული წმინდა აქვს. ნატო ზერბას წმინდა სული აქვს. ყველას ვინც სხვა ადამიანებში ხედავს სილამაზეს, წმინდა სული აქვს. ოღონდ იქ, იქსაც არის. ნახე მე პერნაი ადამიანს ხედავ და ყველანაირ ადამიანში ხედავ ხოლმე სილამაზეს. თუ ადამიანი აფერისტი არ არის. იყოს ბოზი, იყოს ქურდი, იყოს მკვლელი, ოღონდ თქვას მე ეს ვარ. თავის წინაშე ეს თიას ნიშნავს. ღმერთის წინაშე და თავის წინაშე აღიარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის უკვე აღარ არის. ხვდები? და მე ვხედავ ამაში დიდ სილამაზეს. მაგრამ იქ, სადაც ადამიანები აჩენენ ვითომ სიკარგეს და შიგნით ჩანს უდიდესი სიბინძურე, უდიდესი დაავადებები, უდიდესი ტოქსიურობა, უდიდესი რა ვიცი, ყველაფერი ცუდი. აი მანდ მაგ ძალიან დიდი კედელი აღმართული. თავისით მემართ, ჩემს და ეგეთ ადამიანებს შორის თავისით ესე სამდე ადის კედელი ჩემს სამას შორის, ესეთი. ერთადერთსაც სილამაზეს ვერ ვხედავ მანდ არის, როცა ადამიანმა იცის თავისი სიცუდე და მალავს, ეს იცის ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ უნდა ამის შეცვლა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ეს მოსწონს. სხვასო ზიანს აყენებს, ეს მოსწონს. როგორ ძალიან განვიკიცხავთ ხოლმე მაგალითად ბოს, ხო ცუდად ჟღერს ძალიან თვითონ ეს სიტყვაც. მაგრამ ეს ადამიანი რო დაფიქრდე თავის თავს ვინებს ხო? ეს მისი სხეულია. და ტალახს უესვრით. მაშინ როცა მკვლელებს ტალახის როლას ვერ ვუბედავთ და ზოგი იხიბლება კიდეც. ხვდები რამხელა ორ მაგობა და ორ პირობა აქვს. ვიოლა 100% ხარ ნინი მასეა ზუსტად 33-10-ო. ციცი ჩემთვის ადამიანი ნიჩაცმით არ განისაზღვრება ურთიერთობებით და მოქმედებით. ლელა უბრალოდ ითმენს ამ ორ სიტყვაში ბევრი ენა თქვა. მარიამ ნინი ლამაზო კარგი ადამიანი ხარ, გიყურებ ყოველთვის. შენ გიყურებ გამხდარი ხარ, კარგ ფორმაში. შენ რომელზე ჭამ? მე 6-ზე, მე არ ვჭამო. არა, დროის მიხედვით არა, ეხა 7.9-ია და ჯერ კიდე მაქვს რამდენი კალორია მაქვს, 600 რაღაცა კალორია მაქვს ჯერ ნაჭამ. არამში, არ ვიცი, ეს ძალიან სიცხეები რო ამაგიტო, მაგრამ ადრეც იყო სიცხეები და რავი, გელივით ბანდა მქონდა. შიმშის განცდა არ მაქვს, საერთოდ. როგორ რაღაცებს ვჭამით, აი რაცე მინდა, აი მაგალითად ეს ქლიავი ვჭამენ, ეს ვჭამენ, ნაყინი ვჭამენ, საჭმელს არ მინდა საჭმელი. საჭმელად ვჭამე შუა დღესაც ესა მაკარონი და ყველი და ტყემალი მოვასწრე. საჭმელის გაკეთებაც არ მინდა ყველაფერი პროსტა და მგონი გაციებისაც ჯერ არ ვარ კიდე ბოლომდე გამოსული და რაღაცა მოდაცხარა მაქვს რაღაც და ხა კიდე ღამე ხომ კიდე მომინდება მომშივდება და რაღაცა შევჭამ არა პრობლემა. ნახე შეზღუდვა საათობრივს მაშინ აქვს აზრი როცა კალორიას აიწვის ადამიანი და უნდა ზედმეტი აღარ ჭამოს და თუ მაინც კალორიებს იცვლი და შენ დეფიციტში იკვებები არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს რომელ საათზე შეჭამ. მოდი რა პეპსი დავისხებ, პეპსი კი არა. რაღაცა ის ვიყიდეთ ხალხო, არ სიკოლა. ხო და მომეწონა. აი ეს არ სიკოლა მომეწონა. მომეწონა მეც. ვართა? ანუ რაღაც სხვა გემო აქვს. ესე იგი არ მომეწონა. აი მათ ეს ჯობი. იმათ კი არა, კოკა-კოლაზე მეტად მომეწონა. რაღაცა ამას სხვანაირი გემო აქვს და გემო მომეწონა მე. ფოტოშოპის აქამდე ეხა პირველად შევანცი რა გამი არის თემატიკა. არის არა. იდო ხოლმე.
მე არ ყიდულობდი კი. მე ბევრჯერ მინახავ, просто არასოდეს მიყიდი. აუ, დღეს არ გავხსნა თუ თქვით, მაგრამ ერთი ჩიქა დავლე კიდე მინდა. ერთი ჩიქა დავli, ისე მეტი არ დავli. ხოდა ეხლა დავლევ მე და მე თქვენ არ დალიოთ, მეტი ხვალ დალიეთ ეგ. ო. იმდენ სვავენ? ოე, ზაფხულში წყლის მაგივრა თუ დალი, მე წყალი დავაყოლე, ეხლა თო ეხლა ეგ თუ სვი ერთ კაცს ერთი უნდა. უღრიალე. მომეწყალ შევასხამე. ეს გადავიტანე იქ. მიდი ეგეც ჩააგდე ჩემთან. ხსნი? მინდა თქო ხო თქვი? იქ ასკი არის. სად? ცოტა რავაში. ეს არ არის? ეს პეპსი. კაცო, პეპსი კი არა, მოიტა. აი ეს კაცო შენ გეყო. მოიტა. რა მოიწა? მოიტა თქო. ეს მეგონა. ეს რა? და ნახე, ჩავასხოთ სადმოსო. ამაში. ცოტა წყალი დავანა. ჩა ვერ ახალ კარგად. ისაც სამკუთხედში ერთხელ უსავდა, რაღაც წყალი უნდა დავამა. ნუ აკაფე ეხლა ძალიან. კაფით არ ითვლება. კაფით რა, ნელა თუ ასხამ პირიქით არ ეკაფე. აი ევროპულად. ბოლომდე არ სავსე. და ხედავ როგორი ხელგაშლილია პროზა. შენ მაინც არ სვამე ძმა. ხელგაშლილი. სულტოვე, ხო. ეს გახსენე უკვე, ხო. აიმე. ხაკეთა ეკონომიკა ჩემზე. აუ არ გააცია მან. ან ნამდვილად დიდი პროგრესი გააქვს და სულ ვითარდები და იხოცები. ძალიან ძლიერი ხარ და უამრავი წარმატება. შენ უღრმესი მადლობა ძირფასო. მანანა ევა საყვარელიო. კეთი, რატომ უხსნი არ არის სწორი რეპლიკა? რატომ არ უნდა აუხსნა? თუ სურვილი გაქვს, იქნებ ვიღაცა ცulis მერე აცრს. ჩაცმადა საუბარი გაქილიკება, სხვისი კაბის სიგრძეზე ნიფხვი თუ ნიფხოთ სიარულზე მდაბიობა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მინახია და ვიცნობ ადამიანს კოჭებამდე კაბა რომ აცვიათ და კისრამდე ყრანჩეკრულების შუბლზე თმაგადატკეცილები დადიან და ამ დროს ქვეყნის დამაქცევრები არანაირი ზნეობის პატიოსნების ჩარჩოებში აჯდებიან. მეც ვიცნობ არანლეშები არიან, მაგრამ ჩაცმულ დახურული დადიან, ასე რომ არ აქვს დიდი მნიშვნელობა რა გაცვიეთ, თუმცა რაღაც კრიტერიუმები არსებობს, ისაც ჩვენ გამოგვაქვს ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ფართო საზოგადოებასთან ითხოვს ჩაჯდომას გარკვეულ წრეში და ეს ნორმაა. უმეტეს ევროპის ქვეყნებში, სკოლებში, ზოგიერთ სამსახურებში არსებობს ჩაცმის ეტიკეტი. ჩაცმასთან დაკავშირებით, რაც იზავს საზოგადოებასთან ურთიერთობას, აქვს თავის წესები. საწინააღმდეგო აზრი ყოველთვის იქნება და ეს ნორმაა. გეთანხმები ძირფას. საწინააღმდეგო აზრი, თქმა უნდა, ნორმაა. მაგრამ ისიც ნორმაა, რომ თუ შენ არ მიიღეს საწინააღმდეგო აზრი. ანუ ახლა ნახე, რატომ უხსნი არ არის სწორი რეპლიკა, რატო არ უნდა აუხსნა? აი ეგ კითხვი ხა რატო არ უნდა აუხსნა? შეიძლება არიან ადამიანები, ერთეულები, რომელსაც აუხსნის და გაიგებს. მე და შენ მაგალითად, რაც მე ვიდეოებს ვიღებ, ძალიან ბევრი გამოვიარეთ და გადავიარეთ, ასე ვთქვათ და ძალიან ხშირად მქონდა ხოლმე ის შენთან მაგალითად, რომ კომენტარების თუ ხო გახსოვს, ეს ამხელებს რომ წერდით ერთმანეთს და რაღაცა, ანუ და შენ დღემდე ჩემთან ხარ ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გაიგე ჩემი სულის. ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი მისაღებია და არც უნდა იყოს. ნორმაა ეგ, ხო? ჩვენ განსხვავებულები ვართ და ყველაფერი მისაღები, ხა ჩვენ შვილების და ტყუპისცალების არაა და სხვა ადამიანის როგორ იქნება, სხვაგან გაზრდილი, სხვაგან დაბადებული, სხვა აზროვნების და შემდეგ, ხო? ეგ ნორმაა. ახლა რატო არ უხსნი მე არავის არაფერს? იმიტომ არ უხსნი, რომ აზრი არ აქვს. აი მე დავაკვირდი მაგას, რომ ნახე როგორი რაღაცა ისევ ვიძახი. ყოველთვის არა, არის ერთეული შემთხვევები, როცა ადამიანს ესმით. და ანუ იმიტომ კი არ გეუბნებიან სხვას, რომ შენი ცუდი უნდათ. უბრალოდ თავის განსხვავებულ არს აფიქსირებენ, როგორც შენ თქვი, მაგრამ არიან ადამიანები,
უმრეტესობა ჰეითერებისა, უმეტესობა იმ განსხვავებული უარყოფითი აზრისა, რომელსაც სიმართლე არ აინტერესებს. ანუ იმათ არ აინტერესებთ. ანუ მათი მიზანი არის, რომ დაგამცირონ და გაგაუფასონ. მათ არ აინტერესებთ შენი სიმართლე. და თუ დაუმტკიცებ ერთს და დაანახებ, რომ სწორია, მერე მეორეში, მე-100-ში, მე-1000-ში გამოგდებენ კლანზე, შენ ხედავ, რომ ანუ ამ ადამიანს არ აინტერესებს შენი სიმართლე, საერთოდ არ აინტერესებს. და შენ, წარმოიდგინე ხა მე ვარ ბლოგერი, ხო? და შეიძლება მე რო ბლოგერი არ ვიყავ, შენ ცხოვრებაში 3 იყოს, 5 იყოს, 10 იყოს ისეთი ადამიანი, მაგრამ როცა ბლოგერი ხარ, როცა TikTok-ზე ვიდეოებს ვსდები, YouTube-ზე ვიდეოებს ვსდები, იმდენია და ნუ ბევრი მაყურებელი და ბევრი გამოწერი როცა ყავს, იმდენი ადამიანია, იმდენი რომ აი მაგათ რომ უხსნა რაღაცეები, ხო? ვისაც თან გაგება არ უნდა. აი ეს სიას ნიშნავს რომ უნდა დეგრადირდეს. შენ ვეღარ უნდა განვითარდე, წინ ვეღარ უნდა წახვიდე. უნდა დადგე და მაგათ უნდა უნმარტო ის ვინ ხარ და როგორ ხარ. რატო? რისთვის? არ მოვწონვარ აი ყველა მხრივარი გზა. всё. და ვისაც მე ჩემი სული ვისაც ახლოა, ჯერთი ვამჩნევ მე ადამიანი რა გულით მიწერს და მე მეორცეთ კიდე ვისაც ჩემი გული ახლოა, ის სხვანაირად მეუბნება და რომც ვერ გავიგო ვთქვათ მე ან მან ჩემი, ანუ დროში მაინც ხდება გაგება ხვდები? თუ შენია ადამიანი და თუ შენი არ არის, რომც ბჭყალებში შემოირიგო, მაინც სადღაც გამოგიდებს რა იმ ფეხს და რო წაგაქციოს. აი, დავაკვირდი მე მაგას. ჩაცმაზე და პატიოსნებაზე გეთანხმები და ეტიკეტზე ხა რო თქვი. უკვე გული შემიღონ და აი ფორმა რო თქვი. ეხა ერთ საიდუმლოს ვიტყვი. ყველაზე დიდი ბიზნესმენები. ყველა ის ტიპი, ვინც ძალიან მაგარი ტიპია. არასოდეს სხვისი დრესკოდით არ დადიან. თავისი აქვთ. მე აქ ეტიკეტს წესებს არ ვასწავლი. მე აქ არ მაქვს სალონური შეხვედრები, რომ ფორმა ჩავიცვა და ან შესაბამისად დავჯდე და ესე დავდგე და რაღაცა. ან მე არ ვარ ვანჭვაგრე ხვისტი ტიპი, როგორც ბევრია სხვათა შორის. ანუ შიგნით რო არაფერია და გარედან რო ფორმა აქვს, არის შენ შეგხვდებოდა ეგეთი ძალიან ბევრია. მე არ ვარ ეგეთი ტიპი. და ანუ ესეთი ვარ მე. ჩემს სახლში ვარ და თქვენთან ყოფნაც ჩემი სახლია. და ის ვარაც ვარ. და ქცევის წესი ჩემთვის ისევ და ისევ ის კი არ არის ტრუსიკი მეც მე ვარ თუ შორტი პირიქით მე ძალიან ამაყი ვარ რომ შემიძლია რომ ტრუსიკითაც შორტითაც გამოვიდე თქვენთან იმიტომ რომ როგორც თქვი ჩემი არაიდეალური სხეული ყველა ქალს ვაჩვენ და უთხრა და ანუ ვიყო მაგალითი იმისა რომ it's okay ეს ნორმალურია მე მიყვარს ჩემი სხეული ამ ხელ აუდიტორიაზე შეუძლია ვიღაცას გამოვიდეს და ესე ატანტალოს თავისი ქონუკები ხო მაშინ როცა ვიღაცა იფიქრებს რომ მე სახში ვერ ჩამიცვე შორტი და მოდი მეც გავბედავ და ჩაიცვამს. რა თმინდა ის დამოყნული ეტიკეტი. თუ ერთ ქალს მაინც ცხოვრებას ვერ შეუცვლი. რა მინდა. ხო და წესი ჩემი საზოგადოებასთან ურთიერთობის არის სიკეთე, სიყვარული, სინამდვილე და ჩემთავად ყოფნა. და ვისაც ეს ჩემი წესი არ მოსწონს, ის ჩემთან არ არის. всё. ესაა ჩემი თავარი. აჰა. ასანდრო ჩემი საყვარელი კინოთეატრი სადაც უამრავი ფილმი მაქვს ნანახი, რომ გავიგე ჯიჯი ჰაუსია გახსნილი ძალიან გული დამწყ. ხო, მეც ძალიან გამიკვირდა. ანუ რაღაც არა თემატურია თითქოს თან, მაგრამ მას ვიზავთ. ყველაფერი დადის მანი მდე. აუ რატო არ არის? შოქი ხوار ჩაქ რა. ინტერნეტი აღარ არის? რატო არ ოფლაინში ვერ გავიდე? ვა, რა გაუწყია სოფრა. ბიჭს. რა ნახე ერთი პომიდორი. ერთი სიკვდილი დაამთავრე და ალალი იყოს. ერთი პომიდორი არ ემეტება ჩემთვის.
რა გემრიელად წაუსვი აჯიკა მე რო უთხრა დამიგდებს ეს რაღაცა მომიგდებს ერთხელ კვერცხე შემიწვი მეთქი მარილის კი არ გაუკეთა ვაჰო აბა თავისთვის ისა გემრიელად გაიკეთებს და აუ ესე რომ დავაგულე არ შანს ატყობა არ აგულებდა აუ რა მწარეა შანთვის ახ ეს ძალიან მწარე არ არის ეკა სამჯერ შეეპილაცია და აღარ ამოვათ ფეხზე რავი აბა სხვაგან რო ამოდის pretty woman მადლობა ლევა მარინას მაღაზიაში არის ნიდიდი არჩევანი თხელი შორტები სხვადასხვა ნაწრების რომ მიხვიდე რაღაცას ამოარჩევო რაც მან ვიყიდე ვერაფერი ვერ გამოვიყენე კი მომწონს რაც ვიყიდე მაგრამ მოიცათ საფეთქს მოვიდე ვერაფერი ვერ გამოვიყენე ნინი თირფაზამაც მასე ვიტანჯებოდი ფეხების პასუხით მაგრამ დედა მითხებოდა გატარებს თუ გინდა უკვე ორ წერია დასვენებული ვა ანუ რამდენჯერ გაიგეთენი ანუ მართლა ეგრე აქვს რომ აღარ შემილია პროსტა ძალიან კარგი შვილები ყავსან მადლობა ძირფასო მახალშევ შენი ვიდეოების ყურებაო რუსა ბონი ხშირად გამოაჩინე სულნი იმდან მიყვარს მე ბონი ძალიან ცხელა ხალხო ძალიან ცხელა და ძალიან ზეჭყალია აღარ იცი ისეთ დაიმალოს ჯორჯი პატრიჯინის გარეშე ბევრად გემრიელი გამოდის საზაფხო ტოლმა სადაც შემდეგში შეგვიძლია ერთად მოვამზადო პატრიჯინით არ გამიგეთებია მე საზაფხო ტოლმა ნატო ერთი კვირა ტოლმის მომზადება მინდა სიცხეს გამო ტოლმა კი არა მაწოხზე ვარ ხო აი ისე შეოცხელა დღეს აგრილდა მოვამზადე მე ზაფხულში ტოლმა ისეთი მწარი და გემრიელი მკვდარს გამოაცოცხლავსა რომ იტყვიან გემრიელად მიირთვით ნინი შენი გემრიელი ხელით მომზადებული მადლობა ჩემო საყვარელო ლელა გემრიელად მიირთვით ნირო მაკეთებს აგიყვებდი ისე მომიდა მე ზაფხულში რა უნდა ჭამო მაგაზე ძალიან მაგარია ძალიან კარგია და ის ერთ დღეში გათავდა წარმოიდგინეთ პროსტა ვაიმე მე პირიქით ვარ კაცის დეოდორანტს ვიყენებ ძალიან მიყვარს გრილი და მძაფრი სუნები ერთხელ კაცის სუნამოც ქონდა ტკბილ სუნებს ვერ ვიტან ქეთი ხო აი მე არ შემიძლია რაღაც აი აგრესიული სუნი რო ურევია ხო იცით აი მაგის დასმა მე არ შემიძლია ციცი რა გემრიელად გამოიყურება გემრიელად მიირთვით დაილოცო შენი მამაზე ხელები მადლობა ჩემო საყვარელო როგორ დაბალი ფასები აქვს ფეირს და დეოდორანტს სხვაგან ეგ ფასები არ არის ფასშიც რა კარგია მომეწონა კი მაგრამ მე მგონი რაღაცა მე მგონი არა ორიგინალი იმიტომ რომ აუ ისეთ სუნი აქვს ამ ისეთ საშინელი სუნი აქვს შემ დეოდორანტს რო არ ვიცი მაგას როგორ ვიხმარ არ ვიცი აუ 14-სად მაქვს აიფონი კი არ ვიცი მოკლედ ვიფასებო წავიკითხე კომენტარები მიყვარხართ ძალიან ეხა ეს ვიდეოები მაგ გასაკეთებელი და საღამოს გავაკეთებ რო აგრილდება თორე ეხა ტვინი მაგ გალაყებული ხალხო ეხა არის 8 საათი და 46 წუთი ხო ხო და ისა ხო, როგორ მიხვდი? ის გოგოა. ის გოგო და ეს ბიჭია. შენ როგორ მიხვდი? გაეთ მივდივართ ხალხო. პარკში დავიდეთ კარპურში. საყვარელი ბაჭი მინდაო. ხო. ანუ მოკლედ მივდივართ. არ მათქმევინებს მე რა ვიტყვი.
ხო და ხალხო მოგეთ გამოვედით. აბა ნახე. ახაც როგორ არის ჩახუთულობა. ხო და იმას გეუბნებით რომ არა ადამიანური დაღლილობის განცდა. აი რაღაცა საშინელი დაღლილობის განცდა მაქვს. მეტი არა საჭიროა. ხო და ისა. გადამიღე. აუ ფეხ კოჭია გადაიგვიდი. შეიძლება კოჭს მიხედა. არ გაიტრამონი. აქ ტრამვამ ახლა. წაგიყვან ბათუმში. გატრამული. იქაც უნდა დავემუქრო ახლა ხოლმე ეგრე რა. წაგიყვან ბათუმში. და ორბისი. დაეუბნებიან ხოლმე გუა. გაჩერებ ერთი ორი. გუამოვა. ხალხი ოქრა. ანდრიას უნდა. ანდრია თორნიკე როცა გინაოში აშინე ეგრე. გინდა ისი აშინე მას ჩემს გერ. ხო და მოკლედ ისეთ დაღლილობის განცდა მაქვს ისეთი ეთყობა რო ცხელა. გესმის? ხა. იაბა წაგიყვან ხოლმე. აუს მაინც ამოვსებ კარი რო. ხო და ისა მოკლედ აი არ ვიცი სიცხეების ბრალია, არ ვიცი იმის ბრალია რომ ეს ვირუსის ბრალია, აი ისეთი დაღლილობის განცდა მაქვს ისეთი შუადღის მერე საღამოს არიან შელი სან გინას დავწერ რაღაცა თავის თუ არ გავიდა. ხო და ამიტომ ასწრები ეცარაფერია ესე ხოძება. და ბუშტი არ არის ყოფაშია ჩამარჯვა ზოყავი. პირდაპირ ვიდეოში ჩააგდო ნოკაუტში. გამოთხარ ვალი გამოჟაყელი ახალი ფსხილი. ადი იაცი. ჩანი ხე მამაზი ხეა დიდი ეს კაბა ნუ აიწი ქუჩაში ვარ ჩემოამა გამარჯობა ძიფასო მომენად მიყვარხარ გამარჯობა ევა ახეთ ხალხადაზი მამაზეა ჩემი მამაზე მთვარე მაგე ხალხო მე რომ მინდოდა აქციაშია კარპოში ვინმე თუ გინდათ მოვედით ვიყიდეთ შოკოლადის ბაჭი კოქტეილი და საზამთრო ცოტა აი ცოტა აგრილ და ამ დივაზეს იგი ზამთარში ის არის ცივი გაყინული ეხლა რომ ავდგები ხოლმე სველი რჩება იოფლები ზედ მე მაინც კაიდიანი იმიტომ რომ რამეს რო გადაასხავარი ეკამ დაჭრის პროცესი გადაიღო დავიღალე ისე აბა ნახოთ როგორ იქნება 85 თეთრი ღირდა იქა კარპურში ჩვენი დღეს 90-ად ვიყიდეთ ხო იმკაც როგორ იგაინ გოგოს რა ვხარი აუ მე კაროჩე ანუ ეს ძაღლიო და მოდის ვიციცო ამანასო ძაღლი მოდია და პატარა ჩიხუახვას რო გას ხო იცით ხალხო თან ისეთი ძაღლი რომელიც იდგა იმაზე წითელზე და ელოდებოდა რომ გადასულიყო აიგე ანუ როგორ იქნება ძაღლი ცოფიანი რომელიც სპეციალურად წითელზე ელოდებოდა რა გადასულიყო და ისა რა სამოფიკა? ხოდა მე ხო საზამთრო გაგდებული მაგრამ მოვიდა. რავი მე საერთოდ არ შემიშნევია გადიოც იგი დარმეცე კოჭებში მე. და ესე ყურში ჩაყვია გოგოს რომელიც გადმოდიოდა გზას. ჩემს გვერდით მოდიდა იზღოდა ძაღლი და სხვაგან იყო. რავი ესე გამოვიდა. გადი გოგოსთვის ხო არ მithkom. გადი ერთი არ მეცე კოჭებში და ყურში ჩაყვირა იმ გოგოს და იმან დაიცოდა რომ ზახსოვდა. არ მეცე კოჭი. მიდი მე მომიჭერი პატარა. როგორია? არის კოჭებში საჩები. ნახავარი მომსახია. მიდი მოიტანე. ესეც წარია.